ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებით მსოფლიოში აზრი ორად გაიყო. საქართველოში ქართველი ვეტერანები ამ დღის აღსანიშნავად სწორედ 9 მაისს იკრიბებიან. მედლებით დახუნძლუ საბჭოთა სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ხანდაზმული ვეტერანები კვლავ შეიკრიბნენ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში. შეიკრიბნენ და მოიგონეს თავიანთი ახალგაზრდობა, ომი და ფაშიზმზე გამარჯვება. ამბობენ, რომ ყველაზე კარგად იციან, როგორი წარმოუდგენელი და მიუტევებელი დაჯვა ომი. ცრემლიანი დღე არის, რამე თუ მილიონობით ადამიანი სიცოცხლე შეიცვალა და მათ შორის ქართველები, ჩვენი სისხლის ნათესავები. ჩემი სოფლიდან 52 ვაჟკაცი წავიდა და იქიდან ესე იგი 15 არ დაბრუნებულა. მამა ჩემი იყო წასული, ბიძა ჩემი, ბიძაშვილები. ბიძა უგზაუგლა და დაკარგული. ისევ წიოგი და ომი როგორც უკრაინაში მიდის დღეს უდანაშაულო ადამიანები ხოცებიან არაფრის გულისთვის ვიღაცას რაღაცა თავში აქვს იდიოტორი ესე იგი მოსაზრება და ამიტომ ხალხი ეხოცება ეს არ უნდა იყოს დაშვებული ძალიან მძიმე იყო სინასი არ იყო ღამე არ შეიძლება სინასის ანთება იმ წუთში დაგარწყამდა კი რა ქვია ფაშისტები ჩვენ კიდევ რაც შეგვეძლო მუშაობდეს ეხმარებოდეს ჯობნებს რომ ჯარისკაცი არ ყოფილიყო მშიერი არ ყოფილიყო საუცნელი და ყველაფერს ვაკეთებდეს იმისათვის რომ საბჭოთა კავშირს გაიმარჯვა და კიდევაც გაიმარჯვა მე მძღველი ვიყავი ვამარაგებით წვია წავლით ჩასაცვლით ხვებით ნუ იარაღით და რამე ჩვენი შემცვლელი არავინ არ იყო და საყუროდი ჯარში ხალხი ეხოცებოდა ხალხი კდებოდა კლავდნენ არის ომია რა დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მელიტონ ქანთარიას ძეგლთან პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა, აღმასრულებელი, საპარლამენტო და მუნიციპალური უწყებებიდან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა ვეტერანებს. ისიც თქვა, რომ აღნიშვნის თარიღი ევროპის მსგავსად 8 მაისი არ იქნება, რადგან ეს დღე საქართველოში ყოველთვის 9 მაისს აღინიშნებოდა. ჩვენ მიულოცეთ ომის ვეტერანებს და პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება. თარიღებს რაც შეეხება არის აბსოლუტურად სასაცილო, ხო? 8 აგვისტო უცბად გახდა 7 აგვისტო, 9 მაისი, რომელიც აღინიშნებოდა საქართველოში 1945 წლიდან მოყოლებული, უცბად გახდა 8 მაისი, 9 მაისი არის 9 მაისი და დღეს აღინიშნება ეს თარიღი. ჩვენ ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300,000 ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, რომ არა ეს სხერბლი ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში, რომელსაც საბჭოთა კავშირი სამამულოს უწოდებდა, დაახლოებით 700,000 ადამიანი წავიდა. აქედან დაახლოებით 9 უკან არ დაბრუნებულა. ეს საქართველოს მაშინდელი მოსახლეობის 8%-ზე მეტი იყო. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.